მოგესალმებით. მე ვარ ჟურნალისტი ჟანა ასანიძე, ეთერშია გადაცემა თავისუფალი ტრიბუნა, რომელიც დღეს ეთმობა პოლიტიკურ მოძრაობას სამართლიანი საქართველოსთვის. დღეს ჩვენი სტუმარია მოძრაობის თავმჯდომარე ბატონი სერგო ჯავახიძე. ბატონ სერგო, მოგესალმებით და პირველ რიგში მინდა თქვენთან საუბარი დავიწყო პრეზიდენტის ბოლონდროინდელი საკმაოდ გახმაურებული საკადრო ცვლილებებით, რომელიც ყველასთვის მოულოდნელად განახორციელა პრეზიდენტმა. თქვენი აზრით, რას უნდა ნიშნავდეს ეს, რა ნაღმია ჩადებული იმაში, რომ სწორედ პარლამენტისთვის ვადის ამოწურვის დროს განახორციელა პრეზიდენტმა ასეთი მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილებები, პრაქტიკულად დაითხოვა მთელი მთავრობა, ის შეცვალა, ზოგიერთი დააბრუნა ისევ თავის თანამდებობაზე, ზოგიერთი კი უბრალოდ სხვათა, ასე ვთქვათ, სამინისტროდან გამოიყვანა. ამავე დროს, სანამ თქვენ პასუხს გამცემდეთ, მინდა დავამატო კითხვას, რომ დღეს პარლამენტმა კენჭი უყარა და ახალ პრემიერ-მინისტრს უფლებამოსილებები გაუზარდა, დაუმატა ბრძანებების გაცემისა და თვითმმართველობებთან ურთიერთობის უფლებების დელეგირება. რას ნიშნავს ეს თქვენთვის? დიდი მადლობა, მივესალმებით ტელემაყურებელს. მოგესალმებით ქალბატონო ჟანა. ეს საკადრო ცვლილებები, რაც განხორციელდა ხელისუფლებაში, მე მგონი ყველასთვის ნათელია. ეს არის, თუმცა შეიძლება მე ვიმეორებდე ზოგიერთი პოლიტიკოსის განცხადებას, მაგრამ მე მჯერა და ვფიქრობ, რომ ეს ასეა. ეს არის ძირითადად პრაქტიკულად საარჩევნო კამპანიის დაწყების ნიშანი. თუმცა ამ ცვლილებებისგან უფრო მეც მოველოდი მე, იქიდან გამომდინარე, რომ თქვათ მინისტრი სუბელიანი დიდი ხანია იყო გადასაყენებელი. მე ალბათ უფრო მოველოდი ალბათ და რაც საკუთარ თავზეც გამოცადე და სისტემა როგორც მუშაობს, მე მგონი კალმახელიძის საკითხიც დღის წესრიგში უნდა დამდგარიყო, თუმცა ეს საკითხი რაღაც არჩევნებამდე არ განიხილა ხელისუფლებამ. რა თქმა უნდა, PR კამპანია ესეც, რომ შეიქმნა ახალი სამინისტრო, დასაქმების სამინისტრო, რომლის დანიშნულებაც თვითონ მომავალმა მინისტრმა შეერთქვა რა არის, გარდა იმისა, რომ ეს არის უმუშევართა აღწერა და აღრიცხვა, ჩემი აზრით ეს ისედაც ნათელია, ნახევარზე მეტი საქართველოს უმუშევარია, რა დანიშნულება იქნება და რითი დაეხმარება ხალხს ეს სამინისტრო, მე მგონი ეს ძალიან ბუნდოვნად ჩანს. მაგრამ რაც შეეხება იმას, რომ ვანო მერაბიშვილია დღეს პრემიერ-მინისტრი და თქვა თქვენს მეორე კითხვას, რომ მას უფლებამოსილებები გაუზარდეს, მე მგონი არავინ არ არის საქართველოში და არ გვეგულება არც ერთი ადამიანი, რომელიც თუნდაც ეს უფლებამოსილებები არ გაეზარდათ ვანო მერაბიშვილისთვის, რომელიმე მისი ბრძანება არ შესრულდეს. ერთადერთი მინისტრია, მე მგონი პრემიერ-მინისტრი დღევანდელ ხელისუფლებაში ზურაბ ჟვანიას შემდეგ, რომელიც პოლიტიკოსია, პოლიტიკური ლიდერია და ანუ მისი უფლებამოსილების გაზრდა და არ გაზრდა პრაქტიკულად არაფერს არ ცვლის, იმიტომ რომ ვანო მერაბიშვილი საკმაოდ ავტორიტეტულია, საკმაოდ ძლიერი ფიგურაა ნაციონალურ მოძრაობაში და იქნება თუ არა ეს დეკლარირებული თუ კანონში ჩადებული პარლამენტის მიერ, მაგას არსებითი მნიშვნელობა არ ქონდა. ვანო მერაბიშვილი მინისტრობის დროსაც შინაგან საქმეთა მინისტრობის დროსაც ძალიან ბევრ საკითხს წვევდა ყოველგვარი უფლებების გარეშე. ბატონ სერგო, სანამ ვანო მერაბიშვილზე უშუალოდ შეგეკითხებოდით, თქვენ აქ ახლა ბრძანეთ ასეთი ფრაზა, რომ კობა სუბელიანი აქამდეც გადასაყენებელი იყო. დამისახელეთ მინისტრი ან მინისტრები, რომელი არ იყო გადასაყენებელი, რომელზე შეიძლებოდა დაუშვათ ფსონის დადება ისე, რომ ყოველგვარი შავი პიარის გარეშე შეგვეძლო გვემსჯელა, რომ აი ნამდვილად კომპეტენტური ადამიანია და ღირსეული კანდიდატია, რომელიც შეირჩა ამა თუ იმ მინისტრის მე პირადად პრინციპში სუბელიანი ნათლად ჩანდა. სუბელიანი იმისთან სამინისტროს ხელმძღვანელობდა. ნახეთ, უბრალოდ დიდხანს იყო და დიდხანს აგრძელებდა. ვერ დაგეთანხმებით, იმიტომ რომ ძალიან ცუდი მდგომარეობა მართლა ტოლვილებში და ამ სამინისტროს ცოტა სხვა ხელი უნდოდა და სხვა პიროვნება უნდოდა, რომელიც მართლა შეძლებდა და გადაწყვეტილებებს მიიღებდა. სუბელიანი ვერასოდეს ვერ მიიღებდა იმ გადაწყვეტილებებს, რაც ტოლვილებს სჭირდება და რაც ამ მაგრამ სხვებთან შედარებით საკმაოდ დიდხანს იყო ამ პოსტზე. სხვებთან, ანუ სხვა მინისტრებთან შედარებით. იცით როგორ არის, საერთოდ რო უყურებ ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკას, როდესაც ადამიანს ძალიან ბევრი გინებელი და მტერი გამოუჩნდება ოპოზიციურ სპექტრში, მით უფრო დიდხანს ცდილობენ რომ შეინარჩუნონ. სუბელიანის მინისტრობის პერიოდი სულ იყო მისი გადაყენების მოთხოვნით. იმიტომ რომ პრაქტიკულად ადამიანი თავის დაკისრებულ მოვალეობას თავს ვერ აწყობდა. გასაგებია, რატო ჯიუტობდა მაშინ პრეზიდენტი და რატომ არ იღებდა ამ გადაწყვეტილებას, რომელსაც უყიჟინებდნენ არა მხოლოდ საზოგადოების დიდი ნაწილი, არამედ პოლიტიკური პარტიებიც პრაქტიკულად ერთსულოვნება იყო. კიდევ ერთხელ ვიძახი
რომ ნაციონალური მოძრაობა არის ერთიანი გუნდი და ყოველ დღე ზუსტად ეგ საკითხი აჭიანურებდა მის გადაყენებას, რომ ყოველ დღე ითხოვდნენ სუბელიანის გადაყენებას და ამიტომაც მაქსიმალურად შეინარჩუნეს ბოლომდე, მაგრამ ეს უკვე საარჩევნო კამპანიაში შევიდა ნაციონალური მოძრაობაც მთელი საქართველოს და ეხლა მისი გაჩერება მართლაც ძალიან ბევრ ხმებს დააკარგებდა. ძალიან სერიოზული ავტორიტეტი ნაციონალებში ჰქონდა დაუშვათ სხვა მინისტრის პორტფელის მქონე პირებს. მაგალითად შაშკინს, ძირითადად ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებს. Რატომ დიდხანს არ იყვნენ თანამდებობაზე? მესმის, რასაც კითხულობთ. შაშკინმა გაართვა თავი მეტნაკლებად და შაშკინ იგივე ბაჩო ახალაია, ერთადერთი თავდაცვის მინისტრია, რომელმაც იარაღის წარმოება დაიწყო. როგორ რა ფორმით წარმოება, თქვათ, რომელი დეტალი მზადდება, ეს უკვე სხვა საკითხებია, მაგრამ პრაქტიკულად ამ მინისტრმა იარაღის წარმოება დაიწყო. ანუ განსხვავდებოდა სხვა მინისტრებისგან და ანუ რაღაცა წარმატებული იყო და რაღაცა პიარი იყო. ბატონ სერგო, თითქოს არ ვიცი, შეიძლება მე მომეჩვენა, მაგრამ წინააღმდეგობები დავინახეთ თქვენს პასუხებს შორის და მოდით უფრო დავკონკრეტიზებთ, იმიტომ რომ მაყურებელმაც იქნებ ეს დაინახა. თქვენ ამბობთ, რომ მეტნაკლებად ძალოვანმა მინისტრებმა გაართვეს თავი დაკისრებულ მოვალეობებს, მაგრამ ძალიან ცოტა ხანს იყვნენ თანამდებობაზე, შემდგომ იცვლიდნენ სავარძლებს. მართალია ისინი რჩებოდნენ გუნდში, მაგრამ გადადიოდნენ სხვა სტრუქტურაში. ამ შემთხვევაში კობა სუბელიანმა საკმაოდ დიდხანს შეინარჩუნა თანამდებობა და ყოველთვის იყო კრიტიკის ობიექტი. ყოველთვის თხოვდნენ და მოსთხოვდნენ პრეზიდენტს მის გადაყენებას. მაშინ უფრო მეტი სიცხადისთვის იქნებ დამიკონკრეტოთ. რატო და რის ხარჯზე შეინარჩუნა კობა სუბელიანმა აქამდე და ეხლა რატომ იყო პრეზიდენტმა გადაწყვეტილება? ხალხონჟანა გეტყვით. ტერმილების გულისმოსაგებად? ისეთი მინისტრი, როგორიც იყო ვანო მერაბიშვილი, დღეს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში მინისტრად რომ დანიშნულიყო, დამიჯერეთ, რომ გაცილებით მეც გააკეთებ და გაცილებით კი არა დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრი ლტოლვილს. ანუ რისი თქმა მინდა, ფიგურას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ადამიანს, რომელსაც შეუძლია ნებისმიერი პრობლემა მოაგვაროს და გადაწყვეტოს. კობა სუბელიანი ვერ აკეთებდა ამას და არც იყო ალბათ გათვალისწინებული, არც იყო პოლიტიკური ნება, რომ ამ ადამიანებს რაღაცა შეეოდათ. დღევანდელ მდგომარეობაში მე არ ვიცი რა სიზავს მომავალი მინისტრი, მაგრამ იმდენად მნიშვნელოვანია ლტოლვილების ხმები, რომ მე მგონი ძალიან ბევრი საკითხი გადაწყდება მათ სასწავლებლად. რას გეუბნებათ ახალი სახეები? მაგალითად დალი ხომერიკი, მაგალითად ხატია დეკანოიძე, რომელიც ძალიან ცოტა ხანს იყო განათლების და ესა აი ორგანიზაციაში, რომელიც მიმინოშვილს ებარა, ზუსტად არც მახსოვს სახელი როგორ არის. და უცებ გადაიყვანეს განათლების მინისტრად, სხვათა შორის როგორც კი დანიშნეს შეფასების და გამოცდების ეროვნულ ცენტრში, მაშინვე ვიფიქრე, რომ ამზადებდნენ ამ ადამიანს იმისთვის, რომ განათლების მინისტრად გადაიყვანათ. პრაქტიკულად ასრულდა კიდეც აი ჩანაფიქრი, რაც იყო. რას გეუბნებათ ეს ახალი სახეები? რამდენად შეიძლება რომ სერიოზულად განვიხილოთ? ჯერჯერობით ვერც ტრაპაიძეზე, ვერც ხომერიკზე, ვერც დეკანოიძეზე ვერაფერს ვერ ვიტყვი. იქიდან გამომდინარე, რომ რაღაცა პრინციპში ახლა თუ ეს საარჩევნო კამპანიისთვის არის საჭირო და თუ თქვათ მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეს საარჩევნო კამპანია ძალიან ბევრი იქნება დამოკიდებული ამ ადამიანებზე. ძალიან მნიშვნელოვანი სფეროა განათლების სფერო, მე მგონი კარგად გესმით. ძალიან მნიშვნელოვანი თემა ლტოლვილები, საკმაოდ დიდი რაოდენობით ლტოლვილების ყავს და არანაკლები უმშევარი ყავს საქართველოში. ამ ადამიანებს ძალიან ბევრი რამის გაკეთება მოუწევთ და იქიდან გამომდინარე, როგორ დაეხმარებიან ხელისუფლებას ამ არჩევნებში, იმის მიხედვით იქნება მათი წარმატებაც და მათი არ წარმატებაც. მოდით თუ შეიძლება მიპასუხეთ, რამდენად გავდა მოწმედილცაზე მეხის გავარდნას, როდესაც გაიგეთ, რომ შაბათ დღეს პრეზიდენტმა ვანო მერაბიშვილი პრემიერ-მინისტრად დანიშნა და შემდგომ ამას მოყვა მთავრობის ცვლილება. მაგალითად ზოგიერთები ამას ასე აფასებენ, მაგრამ ზოგიერთები თვლიან, რომ შესაკრებთა გადანაცვლები ჯამი არ იცვლება ისედაც. თქვენთვის ეს რა იყო? რომ გითხრათ, რომ ველოდი ამას, ტყუილი იქნება, მაგრამ ესეთი რაღაცა მოსალოდნელი იყო ხელისუფლებაში, იმიტომ რომ პრაქტიკულად 3 თვეა დარჩენილი არჩევნებამდე და ჯერჯერობით ხელისუფლებას საარჩევნო კამპანია არ აქვს დაწყებული. რაღაცა მზადდებოდა, რაღაცა იგეგმებოდა. მე ვთვლი, რომ ეს გადაადგილებები, ეს ცვლილებები
ნიშნავს იმას, რომ უკვე აქტიურ საარჩევნო კამპანიას ჩაებება ხელისუფლება და მე არ ვთვლი ეს რომ მეხის გავარდნა იყო ეს ხო? ბატონ სერგო, საუბრობენ იმაზეც, რომ ნიკა გილაურს ამდენი უფლებები არ ჰქონდა. ის რეალურად იყო პრემიერ-მინისტრი, მაგრამ მთელი საზოგადოებრივი ფორმაციების შეცვლა მას პრაქტიკულად არ შეეძლო. მე პრაქტიკულად როგორც ჟურნალისტ არ მახსენდება ისეთი მნიშვნელოვანი განცხადება და კომენტარი, რომელსაც ფურორი მოუხდენია დაუშვათ საზოგადოებრივ აზროვნებაში, მაგრამ ეს ხელეწიფებოდა ყოველთვის მინისტრობის მანძილზე და ეხლაც ხელეწიფება ვანო მერაბიშვილს. რატომ იყო ასეთი უფლებო ნიკა გილაური ამ პოსტზე და რატო გახდა ისედაც უფლებამოსილი პირი უფრო მეტი უფლებების მქონე პრემიერ-მინისტრის რანგში? კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ჟანა, ჟვანია იყო პოლიტიკური ფიგურა. მას შემდეგ არც ნოღაიდელი, არც გურგენიძე, არც გილაური პოლიტიკური ფიგურა არ იყო. ხოლმე დამეთანხმებით. ესენი იყვნენ უბრალოდ შემსრულებლები და ვანო მერაბიშვილი სულ სხვა დონეა და დამიჯერეთ, რომ შინაგან საქმეთა მინისტრობის დროსაც ძალიან ბევრ საკითხს ისწყვეტა და აქედან გამომდინარე ახლა ნიკა გილაური. კეთილი, რა გიხსება? ნიკა გილაური როგორც ირკვევა და როგორც უყურებ რა განცხადებებით ხელისუფლებამ გააკეთა, თქვა სუბელიანს მიმართ არც ერთი მადლობა, ნიკა გილაურს ძალიან ბევრი მადლობა, ესე იგი ანუ შემსრულებელი ნიკა გილაური როგორც კარგი შემსრულებელი არის. კეთილი, რა ღირსება ასეთი რანგის პიროვნებისთვის, როგორც ვანო მერაბიშვილია, ის რომ მან შეიძინა პოლიტიკური სტატუსი და არა ნომერ პირველი სამართალდამცავის. ღირსება რას? ხო, შეგვიძლია ბჭყალებშიც განვიხილოთ ეს სიტყვა. მე კიდევ ვიმეორებ, ვანო მერაბიშვილი ყოველთვის იყო და დღესაც არის მეორე პირი ქვეყანაში. ანუ ამის ახლა დეკლარირება თუ მოხდა და ამის კი, მაგრამ ანუ თქვენ იმის თქმა გინდათ, რომ პოლიტიკური ფიგურა მაშინაც იყო, როდესაც შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, აი ამას გეკითხებით. რა თქმა უნდა, იყო პოლიტიკური ფიგურა, ძალიან ბევრ საკითხს წყვეტდა და ძალიან ბევრ საკითხს შეერეოდა და დამჯერეთ ის რაც მოხდა, მე მგონი ლოგიკურიცა. ბატონ სერგო, გარდა იმ საინტერესო საკადრო ცვლილებებისა და ახალი მთავრობის მოვლენებისა პრეზიდენტის მხრიდან, რომელსაც ამ კვირაში ჰქონდა ადგილი, ასევე ძალიან საინტერესო შეიქმნა ის, რომ მან შექმნა დასაქმების სამინისტრო და უკვე წარადგინეს დასაქმების მინისტრიც. თქვენ ალბათ დამეთანხმებით იმაში, რომ მთელი ამ 8 წლის მანძილზე მუდამ დეკლარირებდნენ ნაციონალური მოძრაობის წევრები და თვითონ პრეზიდენტიც იმას, რომ დასაქმება და უმუშევრობის დაძლევა იყო ნომერ პირველი პრიორიტეტი. რატომ მაინც და მაინც 8 წლის მიწურულს გახდა აუცილებელი და მნიშვნელოვანი შეექმნათ ეს სტრუქტურა? ან რას ფიქრობთ, რამდენად შეიძლება რომ უმუშევრობის დაძლევა იქნას, ასე ვთქვათ, ეს პრობლემა აღმოფხრილი მხოლოდ იმით, რომ სტრუქტურა შეიქმნება, თუ цота სხვა მიმართულებით უნდა ემუშავა პრეზიდენტს? მოგახსენებთ, თქვენეული რეკომენდაციები. მე ვფიქრობ, ძალიან მარტივი რაღაცა, ეს იქნება ალბათ ტესტიც, ეს იქნება ეს დასაქმების სამინისტროს მუშაობა, ის რომ აი ნახოთ, სამინისტროში რამდენი ადამიანი მივა და რამდენი ადამიანი დადგება აღარ იცხვაზე, რამდენი ადამიანი მიიღებს დაპირებას სამსახურის შესახებ, რამდენი ადამიანი თქვათ რაღაცა გარკვეული ვადის. ეს ყველაფერი პრაქტიკულად დარწმუნებული ვარ იქნება 70-80% ნაციონალური მოძრაობის სამომრჩეველი. კიდევ ერთხელ მიდის აღრიცხვა ამ ხალხის. კარგით, აღირიცხა, შემდგომ აღირიცხა და არჩევნებიც მოვა და გამიგეთ ეს ცოტა სხვა რა. ანუ ეს არის წინასაარჩევნო პი არის? მე ვფიქრობ, კი არა, ნათლად ჩანს. 2-3 ახალი მინისტრი ყავს, ხო, როგორც ხედავთ, ხო? ერთიც ეს არის განათლების სამინისტროს, რომელშიც მოვიდა ახალი ადამიანი და რომელიც დაუმტკიცებს დღეს ხელისუფლებას იმის მიხედვით თუ რამდენ ხმას მოუტანს ამ რესურსით. ეს არის დასაქმების სამინისტრო, რომელიც საერთოდ ახალ ადამიანებს აღრიცხავს, რომელი ადამიანებიც ძალიან გაწამებულია ამ უმუშევრობით, პირადი პრობლემები, სოციალური პრობლემებით და დაიწყება აღრიცხვა და ეს ადამიანებიც არ იქნება პატარა და საბოლოოდ ტოლთა და განსახლების სამინისტრო, ხო? ხომ არ ფიქრობთ აპრიორში, რომ შესაძლოა ტრაპაიძე, რომელიც უკვე დაინიშნა მინისტრად, გაიწიროს ხელისუფლების მიმართ, ანუ ეს იყოს პიროვნება, რომელიც მუდმივად იქნება კრიტიკის ქარცეცხლში და პრაქტიკულად არსაიდან მოსული ფიგურა, რომელმაც პირდაპირ ჩაიბარა მინისტრის პორტფელი, შესაძლოა სალანძღავი ობიექტი გახდეს მხოლოდ.
ძალიან გამიჭირდება იმის მტკიცება, რომ მან რეალური სურათი დახატოს დასაქმების კუთხით და სიღარიბის დაძლევის თვალსაზრისით. მე ვერ ვიხსენებ ამ ხელისუფლების პირობებში რომელიმე მინისტრისთვის ხელი შეეწმინათ. კი, მაგრამ ისინი ჩვენთვის ნაცნობები იყვნენ პრაქტიკულად და ცოტა სხვანაირად უჯელოდნენ. არ აქვს არსებითი მნიშვნელობა ადამიანი როგორ შეასრულებს სამუშაოს იმის მიხედვით იქნება, მაგრამ ეს უკვე დიდხანს მომზადებულია, ნამუშევარია და მე მგონია რომ გაწირვა მე იმისიც მჯერა რომ ძალიან ბევრჯერ გამეორებია და დღესაც ვიტყვი რომ ეს არჩევნები საბოლოო ჯამში მაინც ქვეყნისთვის წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება და შეიძლება დასაქმების კუთხითაც რაღაც დამატებითი სამუშაო ადგილები გამოჩნდეს და თუ ეს მიეწერება ტრაპაიძეს რითი იქნება ის თქვენ ხართ პოლიტიკური პარტიის ლიდერი და ბუნებრივია ძალიან ბევრ რაღაცაზე უნდა გქონდეთ პასუხი. მე მინდა თქვენ გთხოვოთ გამომიწეროთ რეცეპტი, თქვენ რომ იყოთ ქვეყნის ხელისუფალი. როგორ აპირებდით და როგორ დაძლევდით უმუშევრობას, რომელიც არის მართლა ნომერ პირველი პრობლემა საქართველოში. მე მესმის, რომ თქვენი პარტიული პრიორიტეტი სხვა არის ისევე როგორც სხვა ოპოზიციური პარტიების, მაგრამ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, მე მგონი ამაზე ვთანხმდებით, რომლის დაძლევის შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია მართლა წინ გადადგმული ნაბიჯი უწოდოთ ყველა ჩვენს ქმედებას. ჟანა, გეტყვით, თქვენ წარმოიდგინეთ, საქართველოში არის ძალიან ბევრი ღარიბი ადამიანი. და არ გაგიკვირდეთ და არანაკლები და უფრო მეტიც ევროპულ ქვეყნებშიც არიან ღარიბი ადამიანები. ეს რას ნიშნავს? ორი სხვადასხვა ცნებაა, ჩვენი ღარიბი ადამიანი და ის ღარიბი ადამიანი, რომელიც არის განვითარებულ ქვეყნებში. ჩვენი ღარიბი ადამიანი არის უმუშევარი, რომელსაც ლუკმაფურის ფული უჭირს, მაგრამ აქვს სახლი, რაღაცა ნაკვეთი, რომელსაც ამუშავებს და რაღაცით გააქვს თავის თავი. უცხოეთში ღარიბი ადამიანი არის ადამიანი, რომელსაც აქვს მანქანაც აქვს სახლიც, რომლის ღირებულებასაც და იმასაც იხდის მთელი ცხოვრება და შეიძლება მისმა თაობა მიხადოს და საჭმლის პრობლემა არასოდეს არ გააჩნია. ესე იგი რას ნიშნავს? ანუ ჩვენი ღარიბი ადამიანი გაცილებით დიდარია ვიდრე ის ადამიანი, რომელსაც აქვს დიდი კრედიტი, ვალი ქვეყნის და ან თქვათ რომელიღაცა კერძო სტრუქტურის წინაშე, მაგრამ ცხოვრობს აქვს ფულიც, აქვს მანქანაც და აქვს ბინაც. ანუ პირობები აქვს. ანუ სახელმწიფო მოწყობაზეა აქ ლაპარაკი. შეიძლება იყოს ღარიბი ადამიანები, მაგრამ ეს ღარიბი ადამიანი არის ესეთი მცნება, რომ თუკი ის დასაქმებულია და თქვათ ეს მისი ანაზღაურება შეძლებს რომ თქვათ გადაიხადოს ბინის ქირა, გადაიხადოს მანქანის კრედიტი და საჭმლის ფულის დარჩეს, არ არის გასაკვირი, უნდა იყოს ღარიბი ადამიანებიც და უნდა იყოს მდიდარი ადამიანებიც. ეს არის ყველაზე მთავარი პრობლემა ქვეყანაში. ანუ უნდა იყოს იმისთანა სახელმწიფო მოწყობა, რომ ამ ადამიანებს ახლა პრინციპში აქ არ არის რა, ახლა საარსებო მინიმუმზეა ლაპარაკი, რამდენი უნდა გქონდეს, რამდენია ეს ცხოვრება და რა არის ეს ცხოვრება და თქვათ ის გადაადგილოს ველოსიპედითაც კარგად ივლიან დამიჯერეთ. მაგრამ ეს არის სახელმწიფო მოწყობაზეა აქ ლაპარაკი, როგორ იქნება მოწყობილი, თორე თქვათ იმაზე რომ არიქა ბატონო ჯიპებიდან უცებ ველოსიპედზე ნუ გადავიდეთ. არა, ჩვენ მე არ ვლაპარაკობ ყველა ადამიანზე, მაგრამ აი რა ფენაა თქვენი აზრით ღარიბი ადამიანი. ამ ადამიანებს თუ ეკნებათ იმის საშუალება, რომ იცხოვროს სახლში, თუნდაც თავის საკუთარი სახლი არ იყოს და ქირა გადაიხადოს, ამ ადამიანს თუ ეკნება იმის საშუალება, რომ ყავდეს მანქანა რაღაცა მცირე ლიტრაჟიანი მანქანა და თქვათ სამსახური ცხოვრების ბოლომდე იხდიან უცხოეთში ამოვალს და ცხოვრობენ, მაგრამ არც საჭმლის პრობლემა. ანუ სახელმწიფო მოწყობაზე ვლაპარაკობ, იმ დაზღვევებზე ვლაპარაკობ, იმ მეთოდებზე ვლაპარაკობ, რითაც ადამიანი არის უზრუნველყოფილი და არ არის ისეთი, რომ ის თქვათ ის არ გამოდის სამოთხოვნად, არ აქვს პროტესტის გრძნობა, რომ თქვათ ვიღაცაზე უკეთესი რატო არ აქვს. აქვს იმდენი რისის მაგრამ ჩვენ ვსჯელობთ ახლა ერთ მნიშვნელოვან საკითხზე. თუ იცი რომ ადამიანს აქვს დაავადება, მას შეგიძლია დროულად დაუსვა დიაგნოზი და შემდგომ უმკურნალო. რატომ 8 წლის თავზე შეიქმნა დასაქმების სამინისტრო, როცა შეიძლებოდა მაგალითად 6 წლით ადრე თუნდაც შექმნილიყო ეს სტრუქტურა, თუ აღმოჩნდებოდა რომ ეს იყო პრობლემების მომგვარებელი. მაშინ რატომ არ იყო პატარაბაიძე საკმაოდ მე მგონი 40 წელს გადაცილებული კაცი, თუ მაინც ამეც ეს კაცი უნდათ მოეძებნათ 6 წლის წინ. ამას ვამბობ ძალიან რიტორიკულად, ასე ვთქვა და სევდანარევი ღიმილით, მაგრამ რეალურად ხომ ჩანს ეს ზედაპირზე ეს სურათი. რატომ 8 წლის ბოლოს, როდესაც წინასაარჩევნო პიარი უკვე გაცხადებული აქვს ნაციონალურ მოძრაობას ამით? მე მგონი თქვენით მოსწევთ პასუხს. ეს იქნება კიდევ ერთი ბერკეტი იმისთვის, რომ დამატებითი ხმედი მოიპოვოს ხელისუფლებამ. კი, მაგრამ ანუ ეს იქნება ის გარანტიები დამატებითი ხმების, რომელიც მისცემს საშუალებას, რომ ისე 51 უკაცრავად ძალიან არაპოპულარული სიტყვისთვის, მაგრამ ეს ის შემთხვევა, როდესაც უბრალოდ სხვა სიტყვას ვერ პოულობ, ხალხმა ჭკუა ისწავლა და ხელისუფლება ვეღარ აბიტურებს. არ მეთანხმებით?
თქვენ და მე რომ მივხვდით რომ ეს არის წინასაარჩევნო კი არის. ამას მე მგონი არჩევნები გვაჩვენებს, მაგრამ სამწუხაროდ რას უყურებ იცით ადამიანებს ვხედავ იმ გზნობას რომ ცვლილება უნდათ, მაგრამ არის კიდევ რაღაცა გარკვეული კითხვის ნიშნები. ალბათ ეხლა ეს ოპოზიციური პარტიების დიდი შეცდომაც არის. ანუ მე რას ვიძახი, იცით, რამდენიც არ უნდა იყოს დაპირება. ეს წინა საარჩევნო მარათონი იმისთან რაღაცას გავს, რომ უყურებ, ესე იგი, ვინ მეც შეპირდება, ვინ რას გააკეთებს, აი როგორ მე მაგალითად შემხვდა რამოდენიმე ადამიანი და უფრო იხრებიან, თქვათ, ნებისმიერი პოლიტიკური ძალა ავიღოთ საქართველოში, რომელიც მიდის არჩევნებისთვის და რაღაცა დაპირებებს ამბობს, თქვათ, უფრო მეტად გადაიხარენ იმ ვანო მერაბიშვილის იმ რაღაცა აბსურდული დაპირებაზე, რომელიც ეხებოდა 1000 ლარიან ვაუჩერს. ანუ რადგან ესენი ხელისუფლებაში არიან, რაღაცა გარკვეულ კატეგორიას ადამიანებს ჯერა ამის, რომ მიიღებს 1000 ლარიან და მე დარწმუნებული ვარ, რომ მიიღებენ 1000 ლარიან ვაუჩერს, მაგრამ ეს არის 4 წლის პროგრამა, 4 წლის განმავლობაში, ანუ ამას თავისი ისენი აქვს, ახლა როგორც იმ 40 მილიარდიან დაპირებას 4 წლის განმავლობაში. ჩვენი ბიუჯეტი თუ არის ახლა 8 მილიარდი და ყოველდღე ვაცხადებთ იმას, რომ ყოველწლიურად 6%-ით იზრდება ბიუჯეტი, მოდი ვთქვათ, 4 წელიწადში ჩვენი ბიუჯეტი უნდა გაიზარდოს 24%-ით. ანუ და მე ახლა მეორე კუთხით, თუ არ გაიზრდება, 32 მილიარდი უნდა იყოს 4 წელიწადში, მაგრამ 8 მილიარდით იზრდება რაღაც ვანო მერაბიშვილმა განაცხადა. ეს არის 20%-იანი ზრდა. ანუ იცით როგორ არის, უფრო ნაკლებ ზრდაზეა ლაპარაკი, მაგრამ ხალხს ესმის ეს ძალიან დიდ დაპირებად. კეთილი, სანამ ისევ ჩაგეკითხებოდეთ, მაყურებელი არ მინდა გავანაწყენო, გისმენთ? მოგესალმებით. და ძალიან მაინტერესებს, რატომ არ ლაპარაკობთ მეცნიერებათა აკადემია რომ დაანგრიეს და განადგურეს და ამოდნა პროფესორები რაღაც 110 ლარზე რომ გამოგვიღეს. შეიძლება ესეთი მასხარა თაგდება თუ რა ხდება? აი ამაზე მინდა რომ ვილაპარაკოთ. დიდი მადლობა. გისმენთ? მეცნიერებათა აკადემია, არა მარტო მეცნიერებათა აკადემია, ძალიან ბევრი სტრუქტურა მოხდა ამის თანადრეში. 100 ლარიანი, ეხლა ჩვენთან არის ეხლა ერთი სოციოლოგიის პროფესორი გვემეგობრება პარტიაში ხშირად მოდის. 100 ლარის პენსიით ცხოვრება თქვენ კარგად გესმით, რასაც ნიშნავს. ეხლა მარტო მეცნიერებათა აკადემიის და მეცნიერ მუშაკებზე არ შეიძლება რომ ვილაპარაკოთ. არის ეხლა ესეთი დაპირება, რომ არიქა ჩვენ პენსიას გავსდით, რომელიც გაასწრებს საარსებო მინიმუმს. ხوارჯობია პირველ რიგში დავთვალოთ საარსებო მინიმუმი რა არის. საარსებო მინიმუმი არ ამჯერა რომ ეს იყოს ის 155 ის კალათა ლარი. გაცილებით მეტია მე მგონი საქართველოში და ჯერ ჯობია აი ხალხის მოტყუებას რომ არიქა ჩვენ პენსიებს ვდით და პენსია გაასწრებს საარსებო მინიმუმს. ანუ ზოგიერთი პარტია ამას პირდება, ზოგიერთი უფრო უზრდის თამასას იზრდება და იზრდება, რომელი რამდენს დაპირდება. როგორ დღეშია და რანაირ დღეშია ხალხი, ახლა განსაკუთრებით ინტელიგენციაზე, ახლა მეცნიერებათა აკადემიის გულშემატკივარი ზარი იყო. ძნელია, როდესაც თქვათ, ახლა მესმის, გლეხს რო აქვს 110 ლარი პენსია, მაგრამ იმ ადამიანს, რომელიც ინტელექტუალურ სამუშაოს ეწევა და აი რა უნდა გააკეთოს. რომელსაც წიგნების გამოცემა სჭირდება და მას სჭირდება სხვადასხვა ხა შეხვდება ადამიანი, თქვათ, ახლა ესეთი ტაქსზე მუშაობს, მეცნიერ მუშაკი ის, მაგრამ ბევრს ამის გაკეთება არ შეუძლია და ამას ახლა ცოტა ფრთხილად უნდა შეხედვა და ხელისუფლებაში ძალიან ბევრი რამეა გადასახედი, ვიძახთით წერანაც და ვიმეორებ, რომ საჭიროა მართლაც სხვანაირი ხედვა ქვეყნის მოწყობაზე. კეთილი, ბატონ სერგო, სანამ მაყურებელი დარეკავდა, თქვენ საუბრობდით ისეთ საკითხზე, რომელზეც ჩართვა მინდოდა და უფრო მეტი კონკრეტიზაციისთვის მინდა კითხოთ. თქვენ ბრძანეთ ასეთი ფრაზა, რომ დღეს მიმდინარეობს სერიოზული საარჩევნო მარათონი, ვინ მეც გადაიხდის, აი ამ თვალსაზრისით, ვინ მეც დაპირდება საზოგადოებას. რეალურად მე მეჩვენება და არა მხოლოდ მე, საზოგადოების დიდი ნაწილი თანხმდება იმაში, რომ ვანო მერაბიშვილის დაპირება ხალხს, ანუ უფრო მეტი სარგებელი ხალხს, რომელიც იყო დეკლარირებული ამ დღეების მანძილზე, ერთ-ერთში გადაწერილივით გავს ბიძინა ივანიშვილის საარჩევნო პროგრამას. ერთი პირდება 1 მილიარდს ჩავდებს სოფლის მეურნეობის აღორძინებაში, მეორე თამასა ასწია და 4 მილიარდს ჩასდებს და ასე შემდეგ. ანუ მნიშვნელოვანი სეგმენტები პროგრამული რაც არის, აბსოლუტურად ყველაფერზე ხდება თითქოს პოზიციების შეჯერება და პროგრამები არის ძალიან იდენტური. თქვენ ეს ხომ არ გენიშნებათ, ან ზოგადად რა დამოკიდებულება გაქვთ ასეთ პროგრამულ იდენტურობაზე? საქმე რა შეა, იცით,
ბევრჯერ მithქვამს და დღესაც გავემეორებ, რომ ეს საარჩევნო მარათონი დაემსგავს და აუქციონს. ანუ თითო ჩაქუჩის დარტყმაზე თითო მილიარდი ემატება ნებისმიერ სფეროს. ანუ მე ამდენს გავაკეთებ მე მესმის, რომ ორი საკმაოდ სერიოზული ძალა ლაპარაკობს ამაზე. ერთი მხრივ ბიძინა ივანიშვილი, რომლის ქონებაც საქართველოს ბიუჯეტს შეადგენს, მე როგორც ვიცი და შეიძლება ცოტა მეცაც და მეორე მხრივ ხელისუფლება განუსაზღვრელი ძალაუფლებით. მაგრამ თვითონ ხალხმა უნდა გააკეთოს ამისი ანალიზი და ეხლა რამდენად კარგია ვთქვათ ეს 1 მილიარდი, რომელიც ვთქვათ ზოგიერთ შემთხვევაში უპროცენტო სესხი იქნება სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის და რამდენად წაადგება, ან ვთქვათ ის 4 მილიარდი, რომელიც ვთქვათ ტექნიკის შეძენას, ვთქვათ რაღაცას ძალიან ძნელია რომ ილაპარაკო. ახლა ბიძინა ივანიშვილის დაპირება ნათელია, იძახის რომ მოგცემთ დაბალ პროცენტიან კრედიტს ან საერთოდ უპროცენტო კრედიტს. მაგრამ ამ ფულს დაბრუნება უნდა, ხო გესმით? სად არის? ბატონ სერგო, ცოტა სასაცილოდ მეჩვენება, მაგრამ 4 მილიარდის ჩადება რაში სჭირდება იმ ხელისუფლებას, ასეთ მნიშვნელოვან სეგმენტში, როგორც არის სოფლის მეურნეობა, როდესაც აქამდე ვისმენთ ისეთ განცხადებებს, როგორიცაა ის, რომ ზაზა გოროზიამ სასათბურე პირობებში მოყვანილი ხილის პლანტაციები მოინახულა და მან შექმნა ვირტუალური სოფლის მეურნეობის საკმაოდ გამართული სისტემა და დიდი მადლობა ზაზა გოროზიას. ამის ფონზე როგორ შეიძლება ხალხის მოტყუება, რომ იმ შემთხვევაში თუ ნაციონალურ მოძრაობა კიდევ იქნება ქვეყნის სამართავად მომავალი 4 წლის მანძილზე, შეძლებს რომ 4 მილიარდის ფარგლებში მოაგვაროს, ანუ ვირტუალური ფონი გადაიტანოს რეალობაში. ცოტა ხუმრობით კითხეთ, მაგრამ რეალური სურათი ესეთია. სოფლის მეურნეობის პრიორიტეტები, რაც მე ამ ხელისუფლების პირობებში ყურადღება მივაქციე, ბაყაყების ექსპორტიდან დაწყებული ჰიბრიდული სიმინდით დამთავრებული, საკმაოდ თავშივე სკეპტიკურად უყურებდით და სასაცილო იყო რომ ვიქცენებ პარლამენტში დიდი და პატარა სიმინდებით რო დარბოდნენ ერთმანეთის დასანახად. საბოლოო ჯამში საკუთარ შეცდომებზე სწავლას ჯობდა რომ ერთხელ კარგი ანალიზი გაეკეთებიათ და ვთქვათ პრიორიტეტები შეერჩიათ რეგიონებისა და რაიონების მიხედვით და ისე დაეფინანსებიათ ეს პროგრამები, მაგრამ საბოლოო ჯამში მე ვფიქრობ რომ თუ მართლაც ესეთი თანხები ჩაიდება, რომელი მხრიდანაც არ უნდა იყოს ქვეყანაში, მე მგონი ისევ ქვეყნისთვის სასარგებლო იქნება. მე ძალიან მიხარია რომ ესე უწევენ თამასას და პირდებიან ხალხს იქნება მართლაც და ეს კარგია, მაგრამ მეორეს მხრივ არ არის ერთგვარად რბილად რომ ვთქვათ, ხალხის მოტყუება და მასხრა თაგდება, როდესაც ყურძნის ჩაბარება ხდება ვირტუალურად, ამას დეკლარირებს სახელმწიფო დონეზე მინისტრი ზაზა გოროზია ამბობს, რომ მე შევქმნი კომპიუტერული თამაში, როგორ უნდა მოვიყვანოთ მოსავალი, დავთესოთ მე მოვიყვანოთ მოსავალი და შემდგომ უნდა მოვახდინოთ მისი რეალიზება. ჩემის აზრით ეს გლეხებისთვის ისევ რბილად რომ ვთქვათ, მართლა დიდი ვერაფერი ნუგეშია. საქმე იმაშია, რომ მე წინა წელს მქონდა შემოდგომაზე ერთ-ერთი კახელი გლეხი მელაპარაკებოდა კახეთის შეხვედრაზე, რომ ერთ-ერთი რაიონიდან ჩამოსულა კლიენტი და უთქვამს, რომ საფერავს რამდენად ამაღებიებ, დაურეკია 2 ლარს გადავიხდი, თუ კარგ საფერავს მე ჩავიდა ადამიანი და დაინახა რომ ქარხანაში აბარებენ 60 თეთრად თუ არ ვცდები თავისი იმით მთლიანად სუბსიდიასთან ერთად 60 თეთრია. ნუ ადამიანმა არ გადაიხადა ის 2 ლარი და დადგა ქარხანასთან და იყიდა ის 60 თეთრად როგორც აბარებდნენ. ანუ ეს დადგენილი ღირებულება სახელმწიფოს მიერ გამოცხადებული ღირებულებას თავს მოხოვა გლეხებზე არ შეიძლება. ანუ სახელმწიფო ჭირდება გლეხების სტიმულირება რეალურად და განახება მაგრამ ამ ადამიანს იქნება აქვს საშუალება რომ ცოტა მეტად გაყიდოს, ან დავალდებულება რაღაცა გარკვეულ შემთხვევებში, ან თქვათ ამ ფასის გამოცხადება, ან რაღაცა თქვათ ერთმა ქარხანამ ცოტა ძვირად იყიდა იქ ყურძნის ხარისხია, მერე არ დაგოიწყდეს როგორი პოლიტიკური რთველი ჩატარდა სოდი და კუდის თანხლებით იქიდან გამომდინარე რომ თქვათ ცოტა მაინც შემჩკნარი იყო ყურძენი რომ ნაკლები წონა გამოსულიყო და ასე შემდეგ და შაქრიანობა გაზრდილიყო და ეხლა ეს ძალიან ცუდია ეხლა კერძო სტრუქტურებში და გლეხის საქმიანობაში ჩარევა მე მგონი ქვეყანას არ წაადგება, მაგრამ თქვათ თუ განვითარებისთვის ამხელა თანხებს დებენ, მაშინ მისაღებია თუ ქვეყანა აგრარული ქვეყანა იქნება, თუ მეცხოველეობა განვითარდება, მაშინ შესაძლებელია რომ თქვათ რაღაცა ფასების რეგულირება დაიწყო, მაგრამ დღეს არ არის.
ქვეყანაში იმდენი მოსავალი, რომ თქვა ქვეყანას თვითონ იყოს და როგორ შეიძლება კიდე რაღაცა ფასების დადგენა. კეთილი, ბატონ სერგო, არ შემიძლია ამ თემას გვერდი აუარო დღეს მთელი მედია, სოციალური ქსელები, ტელევიზიები საუბრობენ სტრასბურგში, საქართველოში ჩასატარებელ არჩევნებზე, ოპოზიციურ პარტიებსა და შიდა პოლიტიკურ საკითხებზე, მსჯელობაზე, სადაც ძალიან კრიტიკული გამოსვლები იყო ბიძინა ივანიშვილის მისამართით. შედარებით ნაკლებად კრიტიკული, მართალია ნაციონალურ არხებს ეს არ გაუშუქებიათ, როგორც ამბობენ ნაციონალურ არხებს, თუმცა ეს როგორც ჟურნალისტისთვის ჩემთვის მიუღებელია, ხშირად ვიმეორებ ხოლმე, მაგრამ ნუ როგორც არის დამკვიდრებული ტერმინი, რატომღაც ნებამიბოძოს მაყურებელმა გამოვიყენო. მოკლედ ნაკლებად კრიტიკული იყო ნაციონალური მოძრაობის და კერძოდ პრეზიდენტის მისამართით. მაგალითად იქ ითქვა ერთი ძალიან საინტერესო ფრაზა, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ოლიგარქი, რომელსაც აქვს იმაზე მეტი ფული, ვიდრე არის საქართველოს ბიუჯეტი და ნაციონალური მოძრაობის წევრების პირადი ბიუჯეტი ერთად აღებული. ამიტომ ძალიან რთული სათქმელია ბიძინა ივანიშვილი ჩაგრავს ხელისუფლებას თუ ხელისუფლება ჩაგრავს ბიძინა ივანიშვილს, როდესაც ცხადზე ცხადია, რომ მუსიკას ის უკვეთავს, ვისაც ბევრი ფული აქვს და ბოლოს შამპანიურსაც ხსნის. თქვენთვის ეს სტრასბურგში გამართული შეხვედრა რამდენად იყო ნიშანდობლივი, რამდენად შეიძლება ამაზე სერიოზულად მსჯელობა და ხომ არ გენიშნა ესეც წინა საარჩევნოდ, რაიმე რეკომენდაციების სახე ხომ არ ქონდა თქვენთვის? მიზანა აქ გულდასაწყვეტი ის არის, რომ სამწუხაროდ სხვა პოლიტიკური ძალები არ არიან თანაბარ პირობებში ამ ორ ძლიერ ძალასთან და რასაც წყვეტს გეთანხმებით აბსოლუტურად ფინანსები. ანუ ომი რო აწარმოო, სამი პირობა ერთ-ერთი ჩვენი მეგობარი იძახის. პირველი პირობაა რომ უნდა გქონდეს ოქრო, მეორე პირობაა რომ უნდა გქონდეს ოქრო და მესამე პირობაა უნდა გქონდეს ოქრო. ანუ ფული აქვს და ბრძოლა. ანუ მე ამის რისი თქმა მინდა. ერთ მხარესაც და მეორე მხარესაც უცხოეთში, არა მარტო ამერიკაში, ევროპაში ძალიან ბევრი ლობისტური კომპანიები ყავთ დაქირავებული და ბრძოლა მიდის თითქმის ყველა ფრონტზე ამ ორ პოლიტიკურ ძალას შორის. ანუ არის მედია ბრძოლა, არის თქვათ კვლევების ბრძოლა, არის თქვათ იმ რინგზე, სადაც ახლა რაზეც თქვენ ვილაპარაკებით სტრასბურგში ბრძოლა, ვინ რომის ადრე თუ იყო სიტყვაზე არჩევნების პერიოდში ახლა ვინმე პლაკატს გააკრავდა და თქვათ ახლა ცოტა სხვა სიმაღლეზე ავიდა ეს ბრძოლა იქიდან გამომდინარე რომ მეტი ფული იხარჯება დღეს არჩევნებში და უპრეცედენტო ალბათ რა ასეთი ძვირი არჩევნები მე მგონი არც იქნება იმიტომ რომ ძალიან ძნელია ახლა მე მგონი კონტროლის პალატასაც უკვე უჭირს ამისთანა ახლა ყურადღების ცენტრში ხდება ამხელა ჯარიმები, უპრეცედენტო ჯარიმები, ახლა მე იმაზე ვერ ვილაპარაკებ, რამდენად კანონიერია და რამდენად არაკანონიერია ეს ჯარიმები, მაგრამ ძალიან ძნელია იმ პოლიტიკური ძალებისთვის ამ ორ მონსტრთან ჭიდილი, როგორიც და ყველაზე მთავარი ის არის, რომ ყველა დაპირება და ყველა კამპანია ნებისმიერ სფეროში, ნებისმიერ მუხში ფულთან ასოცირებულია. ვის მეტი აქვს, ვინ მეც გადაიხდეს. მინდა დაუბრუნდეთ ამ საკითხს ისევ, მხოლოდ მას შემდეგ, რაც მაყურებელს შეკითხვას დასვამს. გისმენთ? ალო. გისმენთ? გამარჯობა. ერთი შეკითხვა მაქვს. 62 წლის ბრძანდები. 65 წლამდე როგორ მივახცე მე თვითონაც არ ვიცი. პენსია არ მაქვს, არაფერი არ მაქვს. თუ შეიძლება ამის უმუშევარი ბრძანდებით. დიახ. იცით რა არის? დიდი მადლობა. დიდი ადამიანი ვარ. დიდი მადლობა ამ კითხვისთვის. ჩვენ არაერთხელ გამოსვლوارთ და გვითქვამს საერთოდ თქვათ ახლა იქნება და ხელისუფლებამ ჩადოს ამ დასაქმების სამინისტროში, რომ როდესაც ესეა ადამიანის მდგომარეობა, პენსია არ აქვს, უმუშევარია, იქნება ჩვენ ალბათ დავაყენებთ ამ საკითხს და მოვითხოვთ, მაგრამ ძალიან კარგი იქნება, რომ უმუშევრობის კომპენსაცია იყოს გათვალისწინებული. თქვათ იქ მილიარდებს რო პირდებიან სხვადასხვა სფეროში და დაფინანსება, რა დაფინანსება იქნება, რა ბიუჯეტი იქნება ამ სამინისტროს და ძალიან კარგი იქნება თუ ოპოზიციური ძალები მოითხოვენ იმას, რომ თქვა, აი, თუნდაც აი ესეთი შემთხვევები, რომ როდესაც ადამიანი ძალიან ბევრია და სხვადასხვა უცხოეთში არის, რომ რაღაცა გარკვეული პერიოდი სანამ სამუშაოს იშოვის ადამიანი, რაღაცა კომპენსაცია არის და ახლა ესეთი ადამიანი თუნდაც თქვა წეგან მეცნიერებათა აკადემია ხა ვერ მივა თქვა კატარზისში ვერ დაიწყებს სიარულს და იქიდან რაღაცა უნდა იყოს აუცილებლად და
კარგი იქნება, რომ თქვათ სამინისტრო ახალ შექმნილი სამინისტრო, თუმცა დღევანდელი NDI-ის რა თქვათ რეკომენდაციებში რო უყურებ, ერთი მომენტი არის, რომ თქვათ ადამიანებს პირდებით, რომ თქვათ რაღაც როგორ შეიძლება მე ვთქვა, რომ ადამიანს სოციალური დახმარება არ უნდა მისცეს დღევანდელ გაჭირებულ ქვეყანაში, მაგრამ თუმცა დღევანდელი კანონმდებლობით ეს უკვე მოსყიდვაც ითვლება. ეხლა ხელისუფლება ისედაც ვალდებულია ამისთან ადამიანების პრობლემები გაითვალისწინოს, მაგრამ თუ თქვათ ეხლა ყველა ადამიანზე სოციალური დახმარება იქნება და თქვათ ესეთ კამპანიას დაიწყებს ეხლა ახალი სამინისტრო, თქვათ უმუშევრობის კომპენსაციას, შეიძლება ეს უკვე აუნჩოლის მოსყიდვათაც ჩაითვალოს. კეთილი, ბატონ სერგო, რატო დამკვიდრდა ტენდენცია უკვე ტრადიციად იქცა ამის, რომ ხალხი ცხოვრობს არჩევნებიდან არჩევნებამდე. ხო, შეიძლება რომ ეს მანკიერი მხარე, რომელსაც ასე ვთქვათ, აპრობაციაც გავლილი აქვს და მოჭამა კიდეც რაღაცამ და მით უმეტეს ასეთმა ცუდმა რაღაცამ, ხო? ბოლო, ხო შეიძლება რომ რაღაცნაირად შეიცვალოს, რატომ უნდა ხდებოდეს დაუშვათ ხალხის წახალისება, პენსიონერების თუნდაც მოსყიდვად ჩაითვალოს ეს მადლიერების მოპოვება მაშინ, როდესაც არის წინა საარჩევნო პერიოდი, როცა შეიძლება გააკეთო ბევრად უფრო ადრე, რატო უნდა გააკეთო 4 წლის თავზე ან 8 წლის თავზე? ნუ ამ შემთხვევაში მე მიხეილ სააკაშვილს ვეხმიანები, რომელიც 2 ვადით დარჩა ხელისუფლებაში. მიხეილ სააკაშვილსაც და შეიძლება სანამ მიპასუხოთ მაყურებელიც და იქნებ დაახლოებით იმავე თემაზე კონდეს კითხვა და ამიტომ ერთად გავაერთიანოთ გისმენთ. ალო. დიახ. აი მაგ ჯავახიძეს პარტიაში ყავდა სულკულელები და ბოზები და როგორი ძალიან ვწუხვარ, რომ ასეთი არაკორექტული ბრძანდებოდით, ამაზე ალბათ კითხვის პასუხის გაცემა არ ღირს, იქნებ ჩემს კითხვას გასცეთ პასუხი. მე მგონი ბევრად უფრო რაციონალური კითხვა დავსვი. ასეც რომ იყოს მე ვერ ვაკადრებდი ჩემს თავს მეკითხვა. ეხლა მე მქონდა შეხვედრა რუსთავში და ერთ-ერთ ადამიანს ვკითხე, რომ თქვათ როგორ აღმოჩნდი იმ პარტიაში, ჩვენი პარტიელი იყო, რომელიც დაფუძნების დღიდანვე ჩვენთან იყო და იცი რა თქვა, ძალიან საწყენია, მაგრამ სამწუხაროდ გაჭირებულ ხალხს ეს პრობლემა აქვს, რომ რაღაცით ხო უნდა მერჩინა თავი. ანუ როდესაც გააქტიურდა სიტყვაზე ქართული პარტია და გამოუჩნდა ფინანსური რაღაცა შესაძლებლობები მოხვდა ქართულ პარტიაში, როდესაც გამოჩნდა თქვათ სხვა რომელიღაცა ფულიანი, ანუ მოუწია ერთი პარტიიდან მეორე სიარული იქიდან გამომდინარე. ხოლო ხელფასის გამო ამის მაგიდად? რა თქმა უნდა, არის ეს ტენდენცია დღეს ქვეყანაში არის არჩევნების პერიოდში განსაკუთრებით არ მინდა რომ ახლა თქვათ ქართულ ოცნებას შეურაცხყოფა მივაყენო, მაგრამ არის ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც მართლა ფულის გამო არის. კეთილი, მაყურებელი ყავს და ამიტომ შემდგომ კითხვაზე მე გადავალ. გისმენთ? გამარჯობათ. გამარჯობა. მე ვარ ჩერნობილის პირველი ჯგუფის ინვალიდი. მაქვს პენსია 77 ლარი 87 მქონდა და დამიკავეს. ალბათ ეს საექიო თუ რაღაც სხვადასხვა ის უკრაინაში აქვს ფინანსური $500 პენსია. და ჩვენ რა გვეშველება? ამის პასუხი მაინტერესებს. დიდი მადლობა კითხვისთვის, ბრძანეთ ბატონო. დიდი მადლობა. არც ერთ შემთხვევაში ჩემო ჟანა კიდევ ერთხელ უბრუნდები იმას, რომ არ უნდა დაიჯეროს მოსახლეობამ, რომ თქვათ დღეს პენსია გაიზრდება და გაასწრებს საარსებო მინიმუმს. პირველ რიგში ეს არის კიდევ ერთი ტყუილი, საარსებო მინიმუმის გადახედვა აუცილებელი. როგორ შეიძლება ჩერნობილის ინვალიდმა ჩერნობილის მოვლენების შემდეგ, არ ვიცი ხა უკრაინაში კი არა, ამისთან გინდაც ხიროსიმა, ნაგასაკი, რაც ანალოგიური იაპონიაში ძალიან დიდი კომპენსაციები აქვს და ძალიან დიდი ხელფასები აქვს, ვინც ამ პრობლემებს გადაურჩა და ძალიან ძნელია, რომ თქვა 87 ლარი დაუნიშნო ადამიანს, რომელიც სიკვდილის სიცოცხლის საფრთხის წინაშეა და თქვა რამდენი წამალი ჭირდება და რამდენი მკურნალობა ჭირდება. კეთილი, მაგრამ ეს ერთგვარი ვიმეორებ, რომ ყველამ უნდა ნათლად იფიქროს იმაზე, რომ $100 პენსია ეს არ არის საარსებო მინიმუმი. და არ არის ხალხისთვის დასაყუადებელი, ალბათ დამეთანხმებით და ისე მაყურებელი. გისმენთ? გისმენთ მაყურებელო? ალო? გისმენთ? ალო, ტრიბუნალ. დიახ, ეთერში ხართ. გამარჯობათ. მე მაინტერესებს თქვენი სტუმარი ამოსახლახანს, რომ ეს არის
ძალიან კარგია რომ თამაშა იწევს დაპირებებისო. მე კი მიმაჩნია ეს აბსოლუტურად არასწორად. ეს აი კაც რო თამაშობენ და რო უწევენ ჩემი ამდენი. თუ ბიძინა ივანიშვილი პარდება ხალხს, პირდება ხალხს რაღაცა თანხას, რომ 1 მილიარდს ჩავდე, ბიუჯეტს რომ არ ქონდეს, ის თავისი ბიზნესიდან დაუმატებს. მაგრამ საიდან უმატებს? მერაბიშვილი. აი მემატება 4 მილიარდით ამდენი 8 წელიწადი აქვს პირდებიან ვერ გააკეთეს, ვერ შეძლეს ეს და ეს 1 წელიწადში და 2 წელიწადში როგორ უნდა გააკეთეს. არის 1000 ლარიანი ვაუჩერი. თქვენ ეხუმრებით ერთ ბაშად 250 ლარს რომ გასცევენ თანხას, რამდენად შემცირდება ყიდველობითი უნარი ბაზარზე. ამის გათვლა თუ გაუკეთებია ვინმეს. ან სად იყვენ აქამდე. ერთი კითხვა კიდევ. ივანიშვილი რომ არ გამოჩენილიყო ჰორიზონტზე, იქნებოდა თუ არა ეს შეპირებები დღევანდელი ხელისუფლებისგან. დიდი მადლობა ბატონ, ძალიან საინტერესო კითხვა იყო და სანამ პასუხს გასცემდეთ თუ შეიძლება რაღაცა ისე მენიშნა ბატონის კითხვაში, ესე იგი ბიძინა ივანიშვილიო დაუშვათ თუ ბიუჯეტით ვერ დაფარავსო იმ თანხებსო და დაპირებებს არ შეასრულებსო, რაც ხალხს დაპირდა, როდესაც მოვაო ხელისუფლებაშიო, პირადი ჯიბით შეავსებსო და შეასრულებს ამ დაპირებებს, მაგრამ ბიძინა ვანო მერაბიშვილი როგორ აპირებსო? იქნებ შვეიცარიაში გადარიცხული თანხები უკან გამოითხოვოს. ხო არსებობს ესეთ შესაძლებლობაც. ამასწინად მედია წერდა გაცხარებული წლების მანძილზე, რომ ამ ხალხს აქვს საკმაოდ სერიოზული კაპიტალი. ჟანა, მე გეტყვით რა. ერთი მაყურებელიც და ორივე ერთად იქნებ დავაკმაყოფილოთ. გისმენთ? საღამოშიდობის. ბატონო სერგო, მოგესალმებით. მოგესალმებით. შეკითხვა თქვენთანაც და კანონჯანასთან. ჩანაჩელი მეგობრის მეუღლეა და ამიტომ მაინტერესებს ახლა ვინც ყველა განაცხენებს არც პოლიტიკოს სხვადასხვა ჩვენ პოლიტიკაში ვართ მაგრამ ტერორიზმის ინვალიდია პოლიტიკაში ვართ წლების მანძილზე გოგი ვარ ჟანა გოგი დიახ ხო რატომ არაფერს ხმას იგივე შეიძლება როგორი ინვალიდი ხავს სახში ერთ სიტყვას არ იღებენ ინვალიდის სამაცავლო ახალგაზრდის იმაზე აფია დახმარება არც ეს თავრობა იღებს მას ამას ხო გაგონადგურეს მაგრამ არც მოსული ყოველს და შენ და შეგაგაძე ჟანარო ჩვენ სიტყვას ვიტყვით არჩევნებში ხელ იმდეს აკეთებენ ეს ყველა ეს ეგ დიპალისალცენ ვიჩი დატო ხო იცი მე რაცაკე უთხარ სატელევიზორ ეს ალაბარაკო მაგრამ ერთხელ თქვით ხოლმე ეს ხალხი რომ გაგვაუბედურეს წამალი არ არის ჰოსპიტალში უბრალოდ წამალს ყიდულობს კაცო თავის ქიმიისავე დინცი არ არის გადაადენეს დეპარტამენტში მოვიდა სულ ნახისტრები, ნაციხრები, გახსასწრებულ ხალხი შეგვიჭამეს ყველაფერი. ერთხელ ხმა ამაიღეთ ამაზე არჩევნებში. აი ნაკავთ ოქტომბერში არჩევნებში ვეტერნები რაც იზავენ. განსაკუთრებია ბატონ გოგი. ან ცეცხლმა დაცეთ პარტია არ მიდოს, მეტი არც ოცნება მიდა, მეტი არც საოცნებო მიდა. თუ არავინ არ ჩვენს ერთ საათს მეკითხავენ. მარტო გავაჟი ცოტნეში ვიღაცა გამოშტერებული და ისიც სამინისტროში იყო ისა, რაფია, ვახტიორი. და იმაზე ჩამეეკიდა თელი ქრისტიან დემოკრატები. განსაკუთრებია, კარგი, დიდი მადლობა კითხვისთვის და ძალიან ემოციური იყო და პირველ კითხვას უცბად გავცე პასუხს ადამიანმა რომელმაც დარეკა ეთყობა არ ესმის ეს საკითხი იქიდან გამომდინარე რომ როდესაც ბიუჯეტიდან იხდება ის 250 ლარი ეროვნული ბანკი აბალანსებს ამას და არავითარი მწყიდველობა არ შემცირდება. როდესაც არაბიუჯეტური თანხაა და როდესაც ჯიბიდან ამოღებული დამატებითი თანხები შემოდის, ის იწვევს ინფლაციასაც და მწყიდველობების შემცირებას. ამიტომ ამას ჯერ კარგად გაერკვეს და მე არ მესმის რა. როგორ შეიძლება რომ ახლა ქვეყანაში მე ჯიბიდან ამოვიღებ და ისე ჩავდებ ეს როგორ ეს ხო სულ მოკლავს არაპოლიტიკურია ჯერ პოლიტიკური არ არის და მე რამდენჯერ უნდა ამოიღოს ეს 1 მილიარდი ქვეყანას განვითარება ჭირდება და ქვეყანას თავგადასავალი. სამკაც ბატონო სერგო და რამდენჯერაც დასჭირდება იქნებ აი ზუსტად ესეთი საკითხები ახლა დამატებითი მილიარდი ქვეყნის პოლიტიკაში როგორც კი ყურადღება მიაქციეთ რა საარჩევნოთ დოლარის კურსის ცვლილება რამდენი ფული შემოდის უცხოური და ყველაფერი ამაზე მოქმედებს ახლა საიდან შეიძლება დამატებითი მილიარდი ქვეყანაში რომ შემოვიდეს ზანა მე მგონი კარგად გესმის ხო სკიდულარიანობა გაიზრდება თუ შემცირდება მაგასაც და რაც შეეხება ბატონ გოგის ზარს არ ვიცი თქვენ და საუბარი ქონდათ ერთმანეთთან ჩემს ზოგი არ არის ვერ გავიხსენე ბატონ გოგი მაგრამ იმისთანაც ემას შეეხო რომ
გოგი ლაბაძე, რომელიც იბრძოდა აფხაზეთის მივხვდი ყველაფერს. მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის ამ საკითხზე ძალიან აქტიურად მუშაობს. ახლა კლიპსაც ვამზადებთ ამ ომის ვეტერანებზე. მე როგორც ვიცი, ამათ 22 ლარი აქვს დახმარება, ეს არის აბსურდი. რა დეპარტამენტში ვიზიან და როგორ ზიან და რას უყურებენ სასაცილოა რა პირდაპირ. მართლა არ ჭირდება თითქოს ეს ადამიანები. მართლა ბევრჯერ მქონია ამ ხალხთან მე შეხვედრა ამ ბატონ გოგის თანამებრძოლებთან, ბევრამისთან ადამიანთან და მართლაც დიდი ძალაა და მართლაც ანგარიშგასაცემია. ომის მონაწილე თქვენ გყავთ პარტიაში, შესაბამისად ეს თემა არის პრიორიტეტი. ზუსტად მაგ საკითხთან დაკავშირებით რაღაცა ჩვენ პროექტსაც ვამზადებდით ერთი პერიოდი, რაღაცა გაგვიჩერდა, მაგრამ პირდაპირ ვიძახი, რომ ძალიან დიდ იმედებს ვამყარებთ ამ ადამიანებზე და უნდა დავაფასოთ მოკლედ ამის თქმა. კეთილი, ბატონ სერგო, ჩვენ საუბრობდით ბიძინა ივანიშვილზე. სამწუხაროდ არ შეიძლებაო კითხვა დასვაო, იმიტომ რომ მაყურებლის სრული ანშლაგი გვაქვს და ძალიან მახარებს გისმენთ. აიო? დიახ, გისმენთ. მოგისალმებით და აი თქვენ წეგან ბიძინა ივანიშვილის კრიტიკა დაიწყეთ ისევ, რომ რატო უნდა დაუშვათ ენდორ. ან ერთს, ან მეორეს, არა, ნაციონალურ მოძრაობას და ივანიშვილს. განსხვავებას ვერ ხედავთ? რა განსხვავება ნაციონალურ მოძრაობასა და რა თქმა უნდა გასაგებია ქალბატონო გავიგე კითხვის არსი როგორ ვიკადრებად მე არც ერთ შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილს და არც მის კოალიციას არ გავაკრიტიკებ და არც ვაკრიტიკებ მათ თავისი საქმე აქვთ და თავისი პოზიცია და კიდევ ერთხელ ვიძახი წარმატებას უსურვებ მაგრამ ის რაც სიმართლეა რატომ არ უნდა ვთქვა რა მე არ მესმის ესე იგი მარტო დაპირებებით და ფულით ხო არ შეიძლება ადამიანებს ველაპარაკოთ ხო ჩვენ ვლაპარაკობდით ეხლა ძალიან მინდა რომ თქვა ის სიმართლე შეიძლება ზოგიერთი მაყურებელი გავანაწყენოს ჟანა მაგრამ ვლაპარაკობთ რაღაც უპრეცედენტო დემოკრატიას გვპირდება პირდაპირ ვიძახი რა მზათა ვარ საერთოდ გავიწიო და არჩევნებშიც არ მივიღო მონაწილეობა ღმერთმა ხელი მოუმართოს ამ კოალიციას და წარმატებას უსურვებ თქო ვიძახი მაგრამ რას უყურებ რომელ დემოკრატიას უყურებ გუშინ ბათუმში მქონდა 3 დღის წინ შეხვედრა Info9 მოდის 3 ინტერვიუ აიღო ჩემგან და არც ერთი არ გაუშუქებია ხედავ ერთ რაღაცას რომ მიდის სატელევიზიო ბრძოლა ერთმანეთს ოჯახში შევიდა რომელიღაცა მედია საშუალება და ეკითხება რაღაცას რომ თქვენ საიდან ვის უჭერთ ხარს თუ რაღაც Info9-ს დაურეკეთ გეგონება კლაუდენ და გეგონება რაღაცა ხდებოდა შევიდა ჟურნალისტი დაუძახა მეორე ჟურნალისტს გამოურეცხეს ამ ხალხს ტვინი ამდენი ტენდენციურობა და ამდენი ერთი მიმართულებით როგორ შეიძლება ბატონ სერგო არ შემიძლია რო არ კითხოთ ახლა რაც მაყურებელმა დარეკა რატომღაც საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი არის ეგზალტირებული ზოგიერთ დაახლოებით იგივე რიტორიკა აქვს დაუშვათ ოცნების მომხრეებს როგორი რიტორიკაც აქვს ნაციონალური მოძრაობის მომხრეებს ანუ ნაციონალური მოძრაობის მომხრეები იძახიან რომ არ შეეხოთ პრეზიდენტს არ შეეხოთ მთავრობის წარმომადგენლებს ასევე იძახიან ოცნების წარმომადგენლებს არ გეჩვენებათ თითქოს ასეთი დრო აუცილებლად უნდა დასრულდეს ქვეყანაში მე მესმის მომხრეობა მე იქნებ თქვენი მომხრე ვარ მაგრამ რატომ აკრიტიკებს ვიღაც მესამე ეს ჩემი პირადი აზრია მე თვითონაც აი მე არ მესმის რაღაცა ახალი ხო უნდა იყოს არა ახალი რატო თუ აკრიტიკებთ სიტყვაზე Real TV-ს რატო უნდა ვთქვათ რომ ვთქვათ მე-9 Info9 უკეთესია ასეთ შემთხვევაში ერთი და იგივე მეთოდებია ხო პრაქტიკულად ერთი და იგივე მეთოდებია ესე იგი მოძრაობა სამართლიან საქართველოს თუ არ ექნება ტელევიზია თუ არ ექნება ეს ფინანსური საშუალება რომ ტელევიზია მართოს რომელიღაცა ანუ ამ ორი დამოკიდე ერთიც ბლოკავს მეორეც ბლოკავს როგორც თვითონ თვლიან საჭირო და დგანან ერთმანეთის წინაშე რომელ ადამიანს სიამოვნებს ორი ჟურნალისტი უდგას ორი ოპერატორი უდგას ერთმანეთს და ერთმანეთს ეკითხენ შენ ვინა ხარ მე ვინა ვარ და კინკლაობენ რა არის ეს რა უგედო თუ თქვა ხელისუფლების არხები ასეთებია მოდი რა რაღაცა სხვა გავაკეთოთ რა ახლა მართლა გამაღიზიანებელია რა მართლა კეთილი გასაგებია რაც შეეხება ტელევიზიას
არ შემიძლია ხა გვერდი აუარო ამ თემას. მაესტრომ გადაწყვიტა სატელიტური ანტენების, ეგრეთ წოდებული თებშების დაყენება მოსახლეობისთვის, რომელსაც დაიწყებს ამ კამპანიას დაიწყებს ერთ კვირაში. დაახლოებით გავს იგივე კამპანიას, რასაც ბიძინა ივანიშვილი მიმართავდა თავის დროზე, როდესაც საჩუქრად გადასცემდა ადამიანებს ამ ანტენებს. ვერ გარისკა, ასე ვთქვათ, მეცხრე არხმა და დაიწყო მაესტრომ. აი ეს ფაქტი თქვენთვის რისი მანიშნებელია? რამდენად აქვს უფლება მაესტროს ამის და უკაცრავად კითხვაც კი ვერ დავასრულე, მაყურებელია და იქნებ გავაერთიანოთ შემდგომ ჩემი და მისი კითხვები. ისმენთ? მოგესალმებით ბატონო სერგო. ძალიან მიყვარხარ თქვენი იმედი გაქვთ და ყოველნაირად ხარში დაგიდგებით არჩევნებში. დიდი მადლობა. მადლობთ. დიდი მადლობა. ეს მხარდაჭერა იყო არა კითხვა და ამიტომ ჩემს კითხვას პასუხი შეიძლება. მაესტრო საბოლოო ჯამში ჩამოირეცხა. დიდი ბოდიში კიდევ კითხვა. დიახ, ისმენთ. ალო. გამარჯობა. გამარჯობა, ჩემო კარგო. მაინტერესებს აი სერგოს კითხო. თვითონ აგურზე თუ დაუდია ქართველი ერისთვის და ქართველი ხალხისთვის. უпростоრად ალბათ რა ფორმით დაგიდიათ აგურზე? ეს უნდა და მაყურებელს ეკითხა. სხვათა შორის ეს ქალბატონი თუ არ მიცნობს, მაშინ არ უნდა დაგაკეთოს ესეთი ზარი, მაგრამ მაინც პატივისცემ მის კითხვას და გავცემ. მე პირადად ხელისუფლება რო არა ეს ხელისუფლება და რო არა ამ ხელისუფლების ძალიან ბევრი ისეთი ადამიანები, რომლებსაც ბიზნესის წართმევა და რაღაცები ახასიათებთ, დაახლოებით 1500 ადამიანი მყავდა მარტო ტერმინალში დასაქმებული. პირველი საბაჟო ტერმინალი იყო ოპიზა და მე ვიყავით მაშინ დასანიშნი, ესე გამოდის, იმიტომ რომ დასაქმების პრობლემაში სერიოზული და მეორე თუ მიცნობს ისტორია ზუსტად ამის გამო სასჯელიც მოიხადა და ახლა თუ ვინმეზე ლაპარაკობენ და ლაპარაკი უნდა ამ ქალბატონს, ხო, ჯერ უნდა იკითხოს და თუ არ შეუძლია რომ იკითხოს, ახლა იმის გამო რომ ვიღაცის მხარდაჭერია და ჩემი რა პოზიცია არ მოსწონს, ყველას აქვს უფლება თავისი პოზიცია ქონდეს და კეთილი. მოდით, ნუ გავაგრძელებთ. ბოლო მაყურებელი შემოვიყვანოთ, იმიტომ რომ მნიშვნელოვანი კითხვები დამრჩა. გისმენთ მაყურებელო. გამარჯობა. გამარჯობა. მე მაინტერესებდა იქით 40 გადაცილებული ვარ. პრობლემები მაქვს ძალიან ბევრი ჯანმრთელობასთან და ასე შემდეგ. ეს როგორ გესახებათ ჩვენი არანაირი ეგზალტაცია არ მაქვს არც ერთი მხარის მიმართ რა, უფრო ნეიტრალური პოზიცია მიტირავს და მოცულობდა ხოლმეს რომ ისეთი ადამიანი მოვიდეს, რომელიც საჭირო არის ჩვენთვის და აი ისეთი დაუიმედებელი მდგომარეობა გვაქვს, აი არანაირად არაფერი ამ ჯანმრთელობის გამოსწორების მხრიდან არ აქვს საერთოდ. და ჩემი ტოლები არიან მთელი თაობა ამ დღეში ვერ მივიდივართ ექიმთან, იმიტომ რომ არც პოლიციის გადახდის საშუალება არ აქვს თქვა იმის დაგროვისა და არც იმის იმასაც არ გვაძლევენ. გასაგებია, დიდი მადლობა, ძალიან სამწუხარო მდგომარეობა, რომელიც მასობრივია დღეს ქვეყანაში, სხვათა შორის სამწუხაროა, რომ ეს 40 წელს გადაცილებულ ადამიანს ეხება. რა თქმა უნდა, ჟანა, ეს პრობლემა როგორც ყველა წინა ჩამოთვლილი პრობლემები სოფლის მეურნეობა, განათლება, ჯანდაცვა ძალიან პრიორიტეტულია, მაგრამ დასაქმებაზე აღარ ვლაპარაკობ. ერთადერთი რაც შეიძლება ითქვას, ის რომ თქვათ ეს ახალ აშენებული საავადმყოფოები, ეს ახალ აშენებული პოლიკლინიკები და ჯანდაცვის ობიექტები რაღაცით უნდა გამყარდეს. ადამიანი თუ იქვე შევა. ალბათ უფრო მეტი სუბსიდირება სახელმწიფოს მხრიდან მოაგვარდება. სუბსიდირებაც, ეს დაზღვევის თემაც რაღაც აპრობირებული მეთოდებია და უბრალოდ ამას განხორციელება უნდა და როგორ განახორციელებენ იქიდან გამომდინარე. კეთილი, ბატონ სერგო, კი დაკვირდით, რომ ბოლო მაყურებელია თქო, მაგრამ ნებისმიერი ადამიანის განსაკუთრებით მოქალაქის აზრის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ პოტენციური ამომრჩეველია თქვენი, ამიტომ უსმენთ მაყურებელს. ბატონ სერგოსთან შეგიტყო. მე თვითონ ეგაც ვიცი, არ მინდა ის როგორ უყურებს იმას, რომ აი პარლამენტის ხტომაზე მიიღეს, რომ ვითომ ყველა არხი უნდა იყოს გათავსებული იმაში. მაგრამ ეს შეიძლება იყოს რაიონულ ცენტრებში, მაგრამ სოფლებში ეს ხო არ მოხდება. უკაცრავად მასკერის პრინციპთან დაკავშირებით კითხულობთ, ხო? დიახ, დიდი მადლობა ამისთვის, იმიტომ რომ მე კითხვაც უნდა დამესვა, გთხოვთ, ბატონ სერგო და მე ჩემს. რაც შეეხება ამ საკითხს, ჩემი პოზიცია იქნება ესეთი. გასაგებია, რაიონებში სად არის საკაბელო ტელევიზია,
არ არის ეს იქნება მარტო მხოლოდ ქალაქებში და ქალაქები უყურებენ იმ არხებს მე როგორც ვიცი იმ ტელევიზიებს რომლებსაც 20%-იანი დაფარო აქვს ყველა იქნება ამ პროგრამაში ჩართული მათ შორის კავკასიაც და მეცხრე არხიც უბრალოდ ერთი რამე აქვს მე მგონი რაღაც ვადებზე ვერ შეთანხმდნენ უпростоრეთ პოზიცია ვადებზე ხელისუფლებამ რაც არჩევნების დღემდე თქვა სიმართლე რო გითხრათ რაღაცა მომენტში ფიქრო თუკი ის ტელევიზიები აი მაგალითად ეხლა ნაწყენი ვარ ახლა ძალიან გულის ტკივილით ვიზახი რას როდესაც ჩვენ მოძრაობა სამართლიანი საქართველოს რაღაცა ღონისძიებას აკეთებს ან რაღაცა ბრიფინგს ან რაღაცა ოფისი იხსნება ხო კავკასია სულ უბრალოდ ელემენტარული მიზეზის გამო იქიდან გამომდინარე რომ გავაკრიტიკეთ კავკასია რომ მხოლოდ ნოღაი და სვავდა იმის გამო რომ ფულს უხდიდა კავკასია გვიკეთებს იგნორებას ძალიან ცუდია ეს არის ძალიან ცუდია თქვა რომ ტელევიზიები ამისთანა რაღაცას ხა მესმის სახელმწიფო არხი თუ არ მოვა არ მოვიდეს რა ხა ძალიან კარგად იცით ვინ არის და როგორ არის მაგრამ კავკასია საზოგადოებრივი არხი ის უნდა ვალდებულია და უნდა აშუქებდეს და ეხლა ჩვენ როდესაც პოლიტიკური პარტიები და ხალხი მხარს უჭერთ რომ თქვა ისინი განთავსდნენ იმ პაკეტებში და აუცილებლად იყვნენ მაშინ კეთილი უნდა ენებონ ამ ტელევიზიებმა და ცოტა ობიექტურებიც უნდა იყვნენ კეთილი ბატონო სერგო ჩვენ დრო იწურება და ამიტომ იქნებ სხვა კითხვებიც მოვასწრო მაგრამ განსაკუთრებით პრიორიტეტული რაც მაინტერესებს კარდაკარის დავალიანება გაქვთ თქვენ და ამასთან დაკავშირებით იქნებ მოსახლეობას აუხსნათ როდესაც ამსრულება მოხდა ეს საკითხი რა სხვა თუ ვერ მოვასწრებთ კიდევ არა უშავს მე რუსთავში მქონდა ჩვენ ხარდამჭერებთან შეხვედრა. სამი წუთი გაქვს კითხვის პასუხი. ხარდამჭერებთან შეხვედრა, ბათუმში მქონდა ჩვენ ხარდამჭერებთან შეხვედრა, მქონდა სამეგრელოში და სამწუხაროდ როგორი სურათია, იცი ძალიან ბევრი ადამიანს ესმის ისეთი რაღაცა, რადგან ჩვენ პროცესი მოვიგეთ და ახსოვნება დავიწყეთ, გონიათ რომ ჩვენ თანხები უკვე მოგვივიდა და დარიგებას ერთი წამი არ გადავდებ ამ თანხების დარიგებას მესმის ხალხს როგორ უნდა თავისი ანაზღაურების მიხედვით. უბრალოდ ხმამაღლა ვიტყვი და სიტყვებზე ვაგებ პასუხს, რომ ნოღაიდელი არის დამნაშავე ადამიანი. დამნაშავეა და მაგისი ადგილი იქ არის, სადაც დამნაშავეები იხდიან სასჯელს. იმიტომ რომ ძალიან ბევრ იმას ბარიერს ქმნის 1000 რაღაცა გამოგონილ ვალებს და რაღაცას და სამწუხაროდ გადამედო. კეთილი, ანუ როდესაც თქვენ გეკნებათ ეს თანხა გადაიხდით. პირველ რიგში არაზეა ლაპარაკი, მე ამას ერთი დღე არ გადავდებ და იმის შესწავლას არ დავიწყებ, როგორც ნოღაიდელი ვინ იყო. ეს მოხდება თუ არა წინასაარჩევნოდ, უბრალოდ ეს რა თქმა უნდა პარტიისთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან ბევრ ცდილობდა დარწმუნებულია რომ მე ამას შევძლებ წინასაარჩევნოდ. მაგრამ არც ეს იმას არ ნიშნავს, რომ თქვა მოძრაობა სამართლიანი საქართველოს რუსთავში ოფისს ახსნის და ბათუმში ოფისს ხსნის, ეს იმას არ ნიშნავს, რომ თქვა მე თანხები მივიღე რაღაცა და ეს ისევ ჩვენი წირი ბიუჯეტით რასაც ვაკეთებთ, რეგიონალური ოფისების ასტრაფოდ გჭირდება და აქედან გამომდინარე. იმედი ამ თანხების გამო მოგელაძის სტრუქტურა არ მოგაკითხავთ და ნამდვილად დარწმუნებული ეს სასამართლოთი დაკისრებული თანხებია და დარწმუნებული ვარ რომ ამას, მაგრამ ისე მოგელაძის სტრუქტურას მიმართავდი, რომ თუკი თქვა უნდა იყოს თანაბარ პირობებში სულ ყველა პოლიტიკური ზალა, მართლაც ასე უნდა გააკეთოს და ობიექტურობა ყველაზე მნიშვნელოვანი იყო. კეთილი, ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ, ძალიან ბევრი თემები დაგვრჩა ალბათ განსახილველი და ბევრი კითხვაც დამჭა, მაგრამ დროის სიმცირის გამო ხშირად სხვა დროს თითქოს ყოფნიც ხოლმე დრო, მაგრამ დღეს მაყურებლის აქტივობამ ესეთი შედეგი გამოიღო. ძალიან დიდი მადლობა მინდა უთხრა მაყურებელს, ვინც 1 საათის მანძილზე გვისმენდით და გვიყურებდით. ბატონი სერგო ჯავახიძე გახდათ ჩვენი სტუმარი, მე ჟანა ასანიძე, მომავალ ეთერამდე.